ქართული ტერმინთ ბანკის ვებგვერდი შეიქმნა. საცდელი ვერსია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებამ წარმოადგინა. 2025 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ქართული ტერმინთ ბანკის გამოქვეყნების მხარდამჭერი. როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ქაროსანიძემ აღნიშნა, ვებგვერდის მიზანია უზრუნველყოს ქართული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების საერთო ბაზის მთავარი პლატფორმა. მისი თქმით, ის მომხმარებელს მისცემს საშუალებას მოიძიოს სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგია ქართულად და მათი შესატყვისები სხვადასხვა ენაზე, ტერმინთა განმარტებები, მათი შექმნის ისტორია და ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული მუდმივ შევსებადი ბიბლიოგრაფია. ტერმინთ ბანკის მიზანი არის ერთი, თავი მოუყაროს, ესე იგი ყველა მთელ ქართულ ტერმინოლოგიურ მემკვიდრეობას, მეორე, ჰქონდეს საზოგადოებას, ქართულ და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, ერთ ელექტრონულ ბაზაში იპოვოს ყველა ტერმინი და ამ ტერმინებს ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს არის გზა რაღაცნაირად თავი დავახციოთ იმ სიჭრელეს, რომელიც დღეს არის ქართულ ენაში. ვგულისხმობ იმ განსხვავებულ ტერმინებს, რომლებიც მკვიდრდება სწორედ იმის გამო, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებია, უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ არ გვაქვს შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობა. ტერმინოლოგიურ ლექსიკონზე მუშაობს ნებისმიერი პირი, ვისაც ამის სურვილი და ვისაც რაღაც პროექტის შექმნის საშუალება აქვს. რამაც ბუნებრივია ტერმინოლოგიური სიჭრელე და განსხვავებული ტერმინები სხვადასხვა ლექსიკონში. უმთავრესი მიზანი ტერმინთ ბანკის არის სწორედ ეს, რომ ამ განსხვავებულ ტერმინებს დაარქვას თავის სახელი. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს შეთანხმებული ტერმინოლოგიის შექმნას, რა თქმა უნდა, მე ეს მასალა უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და ეს ლექსიკონები გახდეს საყოველთაო მოხმარებისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტი იქნება, სტუდენტი, პროფესორი, წიგნის ავტორი, უნდა ჩაიხედოს ამ ლექსიკონში და გამოიყენოს, რა თქმა უნდა, დადგენილი ტერმინი და არა ის, რაც მას მოსწონს ან მიაჩნია პირადად საჭიროდ. ციფრულ ეპოქაში ენის ფუნქციის გასაძლიერებლად, გამოსაკვეთად უმნიშვნელოვანესია ის ეროვნული ტერმინოლოგიური ბაზა, რომელსაც დაეყრდნობა საქმის წარმოება და ზოგადად ენის ფუნქციონირება ქვეყანაში. ზუსტად ასე უნდა მიუდგეს საქართველოს სახელმწიფო ტერმინთ ბანკს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ტერმინთ ბანკი განვითარდეს, ყველამ ხელი შეუწყოს, ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ტერმინთ ბანკის განვითარებაში, მხარი დაუჭიროს. ტერმინთ ბანკი აქვს თითქმის ყველა ქვეყანას, ეს არის ეროვნული დარგობრივი ტერმინოლოგიის ელექტრონული ბაზა.